ქართული ოცნების ბანდფორმირებას მზია ამაღლობელი 6 თვეზე მეტია პატიმრობაში ჰყავს. ამ მომენტისთვის ბათუმის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს მზია ამაღლობლის პროცესი, სადაც ბიძინა ივანიშვილის ჯიბის სასამართლო მას ემუქრება 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთით. მზია ამაღლობელი არის ამ ქვეყანაში სიმტკიცის, სიმამაცის, მედიის თავისუფლებისთვისა და სიტყვის თავისუფლებისთვის მებრძოლი სიმბოლო. ხოლო მოძალადე და ჯალათი ირაკლი დგებუაძე არის სილაჩრის, ბიძინა ივანიშვილის ჯიბის ხელის ბიჭობის სიმბოლო. მინდა მიმართო ქართული ოცნების მოღალატე ჯგროს. მზია ამაღლობელი არის თითოეულ თქვენგანზე თავისუფალი და ვერასოდეს, გიმეორებთ, ვერასოდეს ვერ შეძლებთ, რომ მზია ამაღლობელის ნაირი ადამიანები დააჩოქოთ და გააჩუმოთ. თავისუფლება მზია ამაღლობელს, თავისუფლება ყველა პოლიტპატიმარს და თავისუფლება მედიას. ჩვენ აქ შევიკრიბეთ დღეს, რათა სოლიდარობა გამოუცხადოთ მზია ამაღლობელს, მზია, რომელიც სიმბოლო არის თავისუფალი მედიის. მზიას პატიმრობაში ყოფნა თავდასხმა არა მარტო მასზე, არამედ სიტყვის თავისუფლებაზე და თითოეულ ჩვენგანზე. ჟურნალისტები და პატრიოტი ადამიანები ციხეში არ უნდა იყვნენ. მზია უნდა იყოს თავისუფლებაზე, რათა გააგრძელოს ის საქმე, რასაც შესწირა მთელი მისი ცხოვრება. სიმართლის თქმა საზოგადოებისთვის. ჩვენ ვდგავართ მზიას გვერდით და ყველა სინდისის პატიმრის გვერდით. ვიბრძვით მათი თავისუფლებისთვის და ვიბრძვით ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის. დღეს კიდევ ერთხელ ქართულმა ოცნებამ თემიდან სახვევი მოხსნა თვალებიდან, თემიდან თვალებიდან სახვევი მოხსნა და ხელში სასტორის ნაცვლად ქართული ოცნების დროშა დააჭერინა. ჩვენ ამას არ შევეგუებით, ბრძოლას ვაგრძელებთ ბოლომდე, თავისუფლება მზია ამაღლობელს, თავისუფლება რეჟიმის ყველა ტყვეს, ბრძოლა ბოლომდე.